სპეცდანიშნულების რაზმი, პოლიცია და მაშველები სოფელ რეხაში მტაცებელ ცხოველს დღეს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. სოფელში გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები. მტაცებლის სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც რეხიდან 112-ზე ადგილობრივებმა დარეგეს. სოფელში ირწმუნებოდნენ, რომ მათ ლომი შენიშნეს. იყო დიდი ზომის აგურისფერი ღია, მაღალი და სიგრძე ჰქონდა. კუდი გრძელი და სახე დიდი, თავი უჩვეულო რაღაც. ვიფიქრე ძაღლი, მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს ძაღლის მგზავსება არ იყო. როგორც სოფელში მაცხოვრებელი ძაღლს ვცნობდა. არ ვიცი, შვილო გადასჭირა, ეგრე წავიდა და გაიარა წავიდა იმ შარებში. დიდი იყო და ლომი იყო 100%-იანი და მე რომ პატრონს დაუწყე ყვირილი ჩქარა დუდა მოხედე მეთქი დედამისმა იქ დაიწყო წიოყი ქადიძაღლო ის ქალბატონი ციქარი და იმან მე თუ აქედანა 200 მეტრში დავინახე იმან დაინახა 20 მეტრში წინ გაუარა გადაიარა და წავიდა ეგრე. რეხაში თბილისიდან ჩავიდნენ სპეციალისტებიც, რომლებმაც ცხოველის კვალის ნიმუშები აიღეს. ეს ნიმუშები მათ ექსპერტიზის ბიუროში გადაგზავნეს, რათა გაიგონ თუ რომელ ცხოველს მიეკუთვნება ნაკვალევი. უსაფრთხოების ზომები დაცულია, უყურებთ თქვენ თვითონაც რა მდგომარეობა, ყველა სამსახური მობილიზებულია კიდევ და დანარჩენი ცოტა ხანს შეგვიძლია კიდე კომენტარი გავაკეთოთ. ორ ადამიანს აქვს დანახული, რომელიცაც ცხადებენ, რომ ძაღლი არ იყო და უფრო ლომის მაგვარი ცხოველი იყო. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის ზოოპარკის დირექტორი, რომელმაც ცხოველის ნაკვალევი პირადად დაათვალიერა და განაცხადა, რომ აღნიშნული ძაღლის კვალია. აი ეს კვალია. ხედავთ? ვეფხვი არის კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. კატა, ვეფხვი, ლომი, უმა, იაგუარი, ოცხვერი. სულ ყველა ესენი გახლავთ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები. მათი კლანჭები მოძრაობის დროს არის ჩაკეცილი ზევითკენ, აი ესეთი ფორმა აქვს. კვალზე კლანჭი არ რჩება, არასოდეს. შეუძლებელია რომ დარჩეს. ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენლები ეყრდნობიან ბრჭყალებს სიარულის დროს. ასე რომ ძაღლის კვალი ყოველთვის არის, ძაღლისებრთა კვალი ყოველთვის არის ბრჭყალების კვალი ეტყობა და აი შეხედეთ. აი ხედავთ 1 2 3 4 ყველა თიც ეტყობა კვალი. მეორეც ერთი ზომა ეს არის ძალიან პატარა, ვეფხს ამაზე დაახლოებით 2-ჯერ დიდი კვალი აქვს. ფორმაც აბსოლუტურად განსხვავებულია. ეს გახლავთ ძაღლის კვალი. სოფელ რეხასთან მტაცებელ ცხოველს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხოველი წეროვანში შენიშნეს.